ხვალიდან იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კალბატონ თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი ბრიუსელში. ეს ვიზიტი შედგება სამი კომპონენტისაგან. ხვალ 31 მაისს იქნება ორხრივი შეხვედრები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. კერძოდ დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან. ამ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები რიგის სამიტისათვის მზადება, ამ სამიტის მნიშვნელობა და ქართული მხარის მოლოდინები ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. შემდეგ 1 აპრილს გაიმართება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არაფორმალური სტრატეგიული დიალოგი. ეს არის მესამე ასეთი ღონისძიება, რომელიც ხოლმე წელს გაიმართება და აქ განვიხილავთ ჩვეულებრივად ამ დიალოგზე განიხილავენ იმ საკითხებს, რომელიც პრიორიტეტული არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობაში და წლევანდელი თემა არის კონფლიქტის მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა, ის ხელშეკრულებები, რომლებსაც მოსკოვი აწერს დე-ფაქტო ხელისუფლებებთან და ჩართულობის სტრატეგია. შემდეგ უკვე 2 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ეგრეთ წოდებულ ამბასადორიალს, რეგიონულ ამბასადორიალს, ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, რათა ჩამოვიდნენ ბრიუსელში და უშუალოდ მინისტრისგან მიიღონ ის დავალებები, რაც უნდა გაკეთდეს აი ამ უახლოეს პერიოდში, მაისამდე, იმისათვის, რომ მომზადებული შევხვდეთ რიგის სამიტს. ანუ მთავარი მაინც რიგის სამიტი არის ჩვენთვის ახლა დღის წესრიგში პირველი საკითხი და რა მოლოდინებია კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით და ელჩებს რა სახის დავალებები ექნებათ მიცემული. რა თქმა უნდა, რიგის ევროკავშირთან მიმართებაში ორ თვის განმავლობაში პრიორიტეტული საკითხი იქნება სათანადოდ მომზადება რიგის სამიტისათვის. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ სამიტზე სათანადოდ შეფასდეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების კონტექსტში, სათანადოდ შეფასდეს ჩვენი რეფორმები და დაჩქარდეს საქართველოსთვის როგორც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვიზის ლიბერალიზაცია.